სურა 67. მულქი. მოწყალე და მწყალობელი ალაჰის სახელით. რაოდენ დიადია იგი, რომლის ხელთაცაა მეუფება და რომელსაც ძალუც ყველაფერი. რომელმაც გააჩინა სიკვდილი და სიცოცხლე, რათა გამოეცადეთ თქვენში რომელი უფრო უკეთესია საქმით, უეჭველად იგი ძლევამოსილია, შემმდობია. რომელმაც გააჩინა 7 ზეცა სართულებად, ვერ იხილავ მოწყალის გაჩენილში ვერავით არ შეუსაბამობას, მას აღაპყარი მზერა, განახედავ ღიობს. შემდეგ კვლავ აღაპყარი მზერა და მზერა დაბრუნდება შენთან გაოცებული და დამცირებული. და ვფიცავ, შევამკეთ უახლოესი ზეცა მანათობლებით და დავადგინეთ იგი ჩასაქოლად ეშმაკთათვის და გავამზადეთ მათთვის სასჯელი აალებული ცეცხლის. ხოლო იმათთვის, რომელთაც უარყვეს თავიანთი ღმერთი, სასჯელი ჯოჯოხეთის და რა საზარელი ფინიშია. როცა ჩაგდებული იქნებიან მასში, შემოესმებათ მისი დუღილის საშინელი ხმა, სადაცაა გასკდეს მძინვარებისგან, ყოველ ჯერზე, როცა ყრიან მასში ჯგუფებს, ეკითხებიან მათ მისი მცველები, განა არ მოსულა თქვენთან შემგონებელი. პასუხობენ, დიახ, მოგვევლინა შემგონებელი, მაგრამ ცრუთ შევრაცხეთ და ვუთხარით, არ გადმოუვლენია ალლაჰს არაფერი, თქვენ მხოლოდ დიდ გზააბნევარში ხართ. და კიდევ ამბობენ, რომ ყოფილიყავით შემსმენი და მოგვეხმო გონებისთვის, არ ვიქნებოდით ცეცხლის ბინადარნი. ამგვარად აღიარეს თავიანთი ცოდვები და მოიშთონ ცეცხლის ბინადარნი. უეჭველად, რომელნიც შიშობენ თავიანთი ღმერთისგან უხილავად, სწორედ მათთვისაა მიტევება და საზღაური დიდი. ჩუმად იტყვით სიტყვას, თუ დაფარულად, უეჭველად, ცოდნია იგი გულთა ნადებისა. განა არ უწყის გამჩენი, მაშინ როცა ყოვლის ჩამწვდომი, ყოვლის შემცნობია იგი. იგია, რომელმაც დაადგინა თქვენთვის დედამიწა მორჩილად და იარეთ მის ზურგზე, რამე თუ მასთანაა აღდგომა. ნუ თუ საფრთხოდ გრძნობთ თავს, რომ ვინც ზეცაშია, არ მოგაქცევთ მიწის ქვეშ, მაშინ როცა ინძრევა. ნუ თუ საფრთხოდ გრძნობთ თავს, რომ ვინც ზეცაშია, მოავლინოს თქვენზე ქვების გრიგალი. სულ მალე გაიგებთ, როგორია ჩემი შეგონება და ვფიცავ, ცრუთ შერაცხეს, რომელნიც იყვნენ მათ უწინ, მაშინ როგორი იყო ჩემი სასჯელი. ნუ თუ მათ არ უნახავთ ჩიტები, მათ ზემოთ როგორ შლიან და კეცავენ ფრთებს. არავინ აკავებს მათ გარდა მოწყალისა. უეჭველად იგი ყოვლის მჭვრეტელია. განა არის ვინმე, რომელსაც თქვენთვის ჰყავს ლაშქარი, რომელიც შეგეწევათ თქვენ მაგიერ მოწყალისა. ურწმუნონი მხოლოდ ცდუნებაში იმყოფებიან. განა არის ვინმე, რომელიც თქვენ გაძლევთ სარჩოს, თუ კი შეაკავა მისი სარჩო. არა, ისინი დაჟინებით აგრძელებენ ურჩობასა და უარყოფას. მას, ვინც მიდის ფორთხვით პირქვე დამხობილი, უფრო სწორ გზას ადგას, თუ ის, ვინც მიდის გამართული სწორ გზაზე. თქვი, იგია, რომელმაც თქვენ გაგაჩინათ და გიბოძათ ყურთა სმენა, თვალთა ხედვა და შემეცნების უნარი. რაოდენ მცირია თქვენი მადლიერება.
თქვი, იგია რომელმაც გაგაჩინათ დედამიწაზე და მასთან იქნებით მიბრუნებულნი. და ისინი ამბობენ, როდის ზღაა ეს აღთქმა, თუ ხართ მართალნი. უთხარი, ამის ცოდნა მხოლოდ ალლაჰის წიაღშია. მე კი მხოლოდ ცხადი შემგონებელი ვარ. და როცა დაინახეს იგი ახლოდან, გაშავდა სახენი მათი, რომელთაც უარყვეს და მათ უთხრეს, ეს არის ის, რასაც უხმობდით. უთხარი, რას ფიქრობთ თუ დამღუპავს ალლაჰი და იმათ, ვინც ჩემთანაა, ან შეგვიწყალებს, მაშინ ვინ დაიცავს ურწმუნოთ წარესასჯელისგან. თქვი, იგი მოწყალია, ვირწმუნეთ მისი და მივენდეთ მას, სულ მალე გაიგებთ, ვინ არის აშკარა ცდომილებაში. უთხარი, რას ფიქრობთ, თუ თქვენ წყალს თან თქავს მიწა, მაშინ ვინ მოვა თქვენთან წყაროს წყლით. სურა 67. მულკი. მოწყალე და